დიახ, ირაკლი კობახიძე ჩვენი დროის ბასილი მაკედონიელია. ის სიღრმისეულად ჩასწდა ივანიშვილის სულს, გულსა და ხასიათის თავისებურებებს. შეიცნო, რა დროს ჩააგდოს სრულ სიტყვა, რა ვითარებაში ჩააწოდოს ცბიერი აზრი, რა მდგომარეობაში ჩაუფინოს ბორო ტიტყვილი. კობახიძე დღეს პრემიერ-მინისტრია, ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. 10 წელია პოლიტიკაშია. ვინმე მამიხნას, რა არგო კობახიძემ ქვეყანას და ხალხს, ვინმემ დამანახოს მისი კეთილი საქმეები. სინამდვილეში კობახიძეს მაბეზღარობის, ცილისწამებისა და ადამიანების განადგურების გარდა რაიმე სასარგებლო და სასიკეთო საქმე არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის არ გაუკეთებია. კობახიძემ მოაჯადოვა და შეიპყრო ბიძინა ივანიშვილი. 10 წლის წინ ივანიშვილს შეხვდებოდით და გადაარწმუნებდით. ის საღაზრს იზიარებდა. დღეს ხმასაც ვერ მიაწვდენთ. კობახიძე გადაგეღობებათ. კობახიძემ იმდენად მოაჯადოვა ივანიშვილი, რომ უერთგულეს ხალხს ასჯევინებს. ღარიბაშვილისთვის ივანიშვილზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობს. და ვინც ღარიბაშვილს იცნობს, ესმის, რომ ის ივანიშვილს არასდროს უღალატებს. ეს ივანიშვილმაც იცოდა, მაგრამ მას აზრი შეუცვალეს და ყველაზე დიდი წვლილი ამაში ირაკლი კობახიძემ შეიტანა. ამას ღარიბაშვილის დასაცავად კი არ წერს, არამედ იმიტომ წერს, რომ გავაცნობიეროთ, რაოდენ დიდი საშიშროება ამ ქვეყნისთვის ირაკლი კობახიძე. ოცნების არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ დაუბრუნებივართ სააკაშვილის ეპოქაში. კობახიძემ კი დაგვაბრუნა, მეტიც, საბჭოთა ეპოქაში დაგვაბრუნა. ათობით უკანონობაა დაკანონებული. მე პირადად ვიცნობ ივანიშვილს და გეუბნებით, ის არ ქმნის კანონებს. ამ უკანონო კანონების ავტორი კობახიძეა და ეს კანონები რეალურად კობახიძის ძალაუფლებას აძლიერებს. სწორედ კობახიძემ გვაუწყა ტელეეკრანებიდან, რომ ქვეყანაში მხოლოდ ის პარტიები დარჩება, რომლებიც მას დაემორჩილებიან. ეს ჩემთვის სიახლე არაა. ადრეც დავწერე და გავმეორდები. კობახიძეს ძულს ყველა, ვინც კონკურენტად მოიაზრებს. 7 წლის წინ ის არ ვალავდა, რომ ოცნების გარდა ყველა პარტია 5%-იანი უნდა იყოს და თანაც მისი მორჩილი. 7 წლის წინ არ მალავდა, რომ ხელოვნურად უნდა შექმნან პარტიები, დანარჩენები კი გაანადგურონ. ანუ შექმნეს მაგალითად გირჩი. პატრიოტთა ალიანსის განადგურებას კი წლებია ცდილობენ. პარტიებზე სულ მალე ცალკე წერილს დავწერ. მასობრივი დაჭერების თვალსაზრისით კობახიძე სააკაშვილს უკვე დაეწია და მალე გაასწრებს კიდეც. საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს და ამას მიაღწია კიდეც. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის თანხმობით ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მერაბიშვილი და ადეიშვილი რომ არ ჰყოლოდა, დაჭერების მასშტაბი ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეში ერთდროულად სულდგულობს მერაბიშვილიც, ადეიშვილიც და თავად სააკაშვილიც. სააკაშვილი თავისიანებს მაინც ინდობდა. კობახიძე კი ყველაფერზე ხელის მომწერია. ის ყველას შეგვეხება, პირადადად შეგვეხება და ჩვენს ოჯახებსაც არ დაინდობს. კობახიძე არაერთხელ სტუმრა ირანს. ეტყობა იქ ძველი სპარსული სიბრძნე შეისის ხოცა. სამეფო ტახტი უდაბნოში ამოძღვილ ხეს აღგავს. თუ შენიანების სისხლით არ მორწყე, გახმება. ხოდა როგორც კი ჩვენი დროის ბასილი მაკედონიელი, ანუ ირაკლი კობახიძე ძალას მოიგრებს, არც ივანიშვილს დაინდობს. წერს პატრიოტთა ალიანსის მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი.